შევაფასო და თქვა ამ განვლილი 2 წელიწადზე 7 თვის განმავლობაში ვინ ჩემბერში იყვნენ და ვინც გორიზლას ეხმარებოდა წარმატებისთვის და იმ ბიზნეს მიღწევისთვის, რასაც გორიზლა მიაღწია, რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიგო ბრინჯაოს მედლები, მე მინდა ყველა ის ადამიანები გამოვყო და უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო მათ. პირველ რიგში მე აღვნიშნავ ჩვენ გულშემატკივ ვართ იმ ნაწილს, რომელიც ჩემთვის იყო ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაციის მომცემი ამ ხნის განმავლობაში და ჩემი თქვათ ამ რთულ სიტუაციებში თუ კი რამე ყოფილა რთული სიტუაცია იყო ეს ფაქტორი, რაც მაძლევინებდა და მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე ამ კლუბში მივმუშავა კეთილსინდისიერად, ერთგულად და ამ ხალხისთვის იმ დიდი წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი, რასაც ქვია ის, რომ გუნდი გახდეს ჩემპიონი და იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. მე მინდა ასევე გამოვყო ჩვენი ხელმძღვანელები, გიორგი ტუღუში, ვანო ხორბუაშვილი და ვაკო დარსაძე და მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო იმ მხრივ, რომ ჩემი მოსვლის პერიოდში სწორედ ეს სამეული იყო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნული და ამ ადამიანებმა შეძლეს იმდენი გააკეთეს, დაალაგეს კლუბი, ისე განავითარეს, წაიყვანეს წინსვლისთვის, რამაც მე უფრო კარგად მომცა მუშაობის საშუალება შემდგომგო ჩემ საქმეში და დარწმუნებული ვარ ერთი იმაში, რომ ამ ადამიანებს რომ კიდევ უფრო მეტი საშუალება ჰქონოდათ, უფრო მეტს გააკეთებდნენ კლუბის წინსვლისთვის და განვითარებისთვის და მე მათ დიდ მადლობას ვუხდი იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ და გავაკეთეთ. ასევე მინდა აღვნიშნო მამუკა ჯუველი, რომლის როლიც დიდი იყო და რა კუთხით მოგახსენებთ, ეს ადამიანი ჩვენ გვეხმარებოდა ფეხბურთელების კუთხით, რომელსაც მოყავდა ჩვენ კლუბში ისეთი დონის ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები ევროპული გამოცდილებით და რაც უფრო მეტად მე საშუალებას მაძლევდა, როგორც კლუბის განვითარებისთვის იყო კარგი, რომ ესეთი დონის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ, ასევე ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ესეთ ფეხბურთელებთან მუშაობა და მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ. რაც შეეხება შემდეგი მხარე, რომელიც იყო, ეს იყო ჩვენი გუბერნატორი იმჟამინდელი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილე სოსო ოქრომელიძე, ჩვენი მერი ზურაბ ჯირკვეშვილიშვილი და საკრებულოს წევრები მინდა აღვნიშნო, ესეც გამოვყო. ეს ადამიანები ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ კლუბის კეთილდღეობა, ანუ კლუბს იარსება, კლუბის ეფუნქციონირებინა, ანუ მაქსიმუმი ჩადეს ამ ადამიანებმა და გაიგეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი პრობლემა და თავს აბზორბავდნენ ეს ადამიანები კლუბის კეთილდღეობისთვის. ასევე მინდა გამოვყო მე ჩემი სტაფი. მე ვიტყოდი, რომ ესეთი ერთგული ადამიანები მე ცხოვრებაში არ შემხოდია და უდიდესი მადლობა მათ იმ გვერდში დგომისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში მე მათ დამანახეს და უდიდესი თანადგომა გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ასევე მინდა აღვნიშნო ფეხბურთელების როლი. იმ ფეხბურთელების, რომლებიც იყვნენ ერთგულები, განსაკუთრებით ერთგულებას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში სულ პრობლემებით გვიწევდა სიარული, რომ იყო სამწუხაროდ ფინანსური ჩავარდნები ხოლმე და ამ ეს ფეხბურთელები სწორედ იჩენდნენ იმ თავდადებას, გვერდში დგომას და პროფესიონალის, რომელმა თავდადებამაც მოგვიტანა ის, რომ გორიზლა გახდა საქართველოს ჩემპიონი და გავიდა მესამე ადგილზე და აიღო ბრინჯაოს მედლი. ასევე მინდა აღვნიშნო მედია და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა მოგიხადოთ თქვენ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსენდება ჩემზე ერთი თუნდაც ცუდ კონსერტში სტატია. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ იყო პრობლემები, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმას, რომ გაეშუქებინათ ისე, როგორც იყო და პირდაპირ გეუბნებით, რომ მე თქვენ გვერდში დგომას გრძნობდი და უდიდეს მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდით, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთ, ზოგადად არა მარტო ფეხბურთში, ყველა მიმართულებით და დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება უკვე გადავალ დასკვნით ნაწილზე, ეს არის ებრაელების ჯგუფი, რომელიც შემოვიდა კლუბში და მე პირდაპირ ვიტყვი და უფრო ნათელი გახდება რა. ჩვენი ყველას ინტერესი იყო, რომ გორიზლა ყოფილიყო კერძო ინვესტორის ხელში და ჩვენმა ჯგუფმა პირდაპირ ვიტყვი გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ესე მომხდარი, ხო? როგორც გიორგის, ასევე ვანოს, იგივე ვაკოს, იგივე ჩემი, რომ გორის დილა არ ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოზე ჩამოკიდებული კლუბი. მოვახერხეთ და ესეც გავაკეთეთ და შევძლებთ. მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ გორის დილა იქნება წარმატებული და რატო ვარ დარწმუნებული? ეს ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ აქ გააკეთონ ფეხბურთი, შექმნა კარგი პროდუქტი, რომელსაც გაიტანენ ევროპაში. და მე მჯერავს, რომ შეძლებენ ეს ადამიანები. უბრალოდ ამ ადამიანებმა დაიწყეს რეფორმები და სამწუხაროდ ამ რეფორმას მე შევეწირე. თუმცა ეს არ მე პრობლემად არ მიმაჩნია და ვერ ხედავ ამაში პრობლემას. მათი ხედვა არის ესეთი, მე ვარ გორის დილას გულშემატკივარი, მე ვარ ამ ჯგუფის გვერდში მდგომი ადამიანი, სახში ვიჯდები გორის დილას სტადიონზე ვიქნები ტრიბუნაზე თუ სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიქნები ყოველთვის ამ ადამიანების გვერდში, რომ ეს გუნდი იყოს წარმატებული. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა საქმე იწყება ძალიან მძიმედ და გაგახსენებთ ერთ რაღაცას მე როდესაც მოვედი. ურთულესი სიტუაცია იყო და პირველი ჩემი პრესკონფერენცია იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გარშემოყოფების სიცილი, ისეთი, რომელიც ჩემთვის ცოტა დამამცირებელი იყო. თუმცა მოხდა ის, რომ ამ რთულ სიტუაციას გავუძლებით, გადავლახეთ და მივახცეთ ისეთ წარმატებას იმ ჩვენ გუნდთან, იმ ჩვენ ადამიანებთან, იმ გარშემოყოფებით, რომლებიც მე აქ ჩამოვთვალე, რომ გახდა გუნდი ჩემპიონი და გავიდით მესამე ადგილზე. სწორედ ესეთ სიტუაციაში არიან ეხლა ეს ადამიანები, შემოვიდნენ უცხოელები, რომლებმაც არ იციან ზოგადად საქართველოში რა ხდება, როგორ ხდება, რა უნდა გაკეთდეს. ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა, სწორედ იმ ადამიანების მხრიდან მე ჩამოვთვლი, ანუ არ მეზარებ, ეს არის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ეს არის გულშემატკივარი, ეს არის მედია, ეს არის ფეხბურთელები, აქ თითოეული მუშა, თანამშრომელი ყველას გაერთიანება ჭირდება, რომ გუნდი იყოს წარმატებული. თავარი ერთი მიზანი უნდა იყოს ყოველთვის, რომ გუნდი უნდა იყოს ნომერ პირველი. ეს არის გორის დილა. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გორის დილას წევრი ვიქნები თუ არ ვიქნები. მე ვარ გორის დილას გულშემატკივარი, მე ვარ იმ ადამიანების გულშემატკივარი, ვინც ამ კლუბისთვის ყველაფერი კარგს გააკეთებს. და ჩათვალეთ, რომ მე ჩემი სახით ამ ებრაელების გვერდში ვარ. სიტყვით იქნება, საქმით იქნება თუ როგორ გაკეთდება, ეს უკვე არ ვიცი. მაგრამ ჩათვალეთ, რომ მე ამ ადამიანების გვერდში ვარ და მე გირჩევთ და ჩემი რჩევა არის, რომ ისე გაერთიანდეთ, როგორც ჩემი მოსვლის პერიოდში, ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ჩამოვთვალე, გავერთიანდით და ამ გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ გორის დილა იყო წარმატებული. და დიდი იმედი მაქვს და მჯერავს, რომ ამ სიტუაციაში ანალოგიური მოხდება და გორის დილა იქნება წარმატებული. დიდი მადლობა იმ წუთებისთვის, ჩემთვის მართლა ძალიან მძიმე არის ეს სიტუაცია ეხლა და დიდი მადლობა იმ წუთებისთვის, ვინაც აქ გავიარე, ყველა ადამიანს იმ სიყვარულისთვის, იმ გვერდში დგომისთვის, რომელიც თქვენ შევს უნდა გამოხატეთ და წარმატებებს ვისურვებთ. შედეგებიდან გამომდინარე არ იყო. თავიდანვე იგეგმებოდა კლუბში რეფორმები. მე ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, თუმცა მე ვიყავი ჩართული იმ პროცესებში, რომ ეს მომხდარიყო კლუბი გამხდარიყო კერძო. ანუ აქ მე პირადი რაიმე დაინტერესება ჩემი არაფერში არ ყოფილა და მე მესმის და კარგად ხვდები, რომ როდესაც რეფორმებია, უნდა მოხდეს ცვლილებები, რაც პირველ ხო გეუბნებით, მოხდა ის, რომ მე დავტოვე კლუბი. თუმცა თუ კლუბის განვითარებისთვის და წინსვლისთვის ესე არის საჭირო, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თავარია რომ კლუბი არის კერძო და იქნება ეყოლება სპონსორი და ჩვენ ყველას გვექნება იმის განსწრება, რომ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში კლუბს პრობლემა არ შეექმნება თუნდაც ფინანსური. როდესაც ისეთი მწვრთნელი, რომელიც ისტორიაში შევიდა ფაქტობრივად, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც გუნდი ჩემპიონი გახადა, გუნდს ტოვებს, შეუძლებელია არ არსებობდეს ინტერესი და თავის ადმინისტრაციული ინტერესი არსებობდეს სხვა გუნდების მხრიდან, ხო? მესმის რომ რადგან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია აქაც გაჩერდეთ გუშა, ესე იგი, ან წინადადება არ არის, ან თქვენი დახმობა არ არის. აი, მაინც როგორ გაგრძელდება ყველაფერი უბრალოდ თქვენი რაც შეეხება მაგ საკითხს, არ არის გამორიცხული, თუნდაც მე ისევ გორის დილაში გავაგრძელო მუშაობა სხვა მიმართულებით, თუმცა ეს უკვე მოლაპარაკების საკითხია, მოლაპარაკების იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მწვრთნელი და მინდა ამ მიმართულებით ვიმუშაო და წავიდე წინ, შესაბამისად მე ჩემი შემოთავაზებები მაქვს და აქედან გამომდინარე უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას თუ
მივიღებთ ერთობლივად გადაწყვეტილებას ის ჯგუფი რომელიც არის ინვესტორები და მე თუ მოხდება ისე რომ შევთანხმდით საკითხებზე თქვათ მე რა როლი მექნება და ფუნქცია არ არის გამოსულ იგივე გორის დილაში გავაგზავნე თუმცა ჩემი პირადი სურვილია მე როგორც მწვრთნელმა ვიმუშაო და როგორც მწვრთნელი თქვათ გავითარდე და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო შესაბამისად ამაზე იქნება იმ წინააღმდეგობაზე იქნება დამოკიდებული მაგალითად თქვენ გოში რომელიმე აღნიშნული რაღაც თანამდებობაზე მუშაობდეთ ამ კლუბში და შემოთავაზება იყოს მწვრთნელობის რომელიმე კლუბი და შესაძლებელია წახვიდეთ ან არა აქაც ცოტა სიტუაცია შესაძლებელია მაინც წახვიდეთ როგორც ალბათ გოწოდებით მწვრთნელი მაგითო კი გეთანხმებით თუმცა ჩემთვის ადვილი არ არის სხვა ნებისმიერ კლუბში წასვლა რა ჩემთვის ყოველთვის ექნება მნიშვნელობა სად მივდივარ გუნდს რა მიზანი ექნება და რისთვის უნდა იმუშაოს და კიდევ ერთი ფაქტორია რომ გორის დილა ყოველთვის იქნება ჩემს გულში და უფრო მეტი უპირატესობა ამის მინიჭება რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში ერთ-ერთი ავტორი იყო თქვენ იმისი რომ გორის დილას ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ამოუკიდებელი ჩაიწერა ჩემპიონობის სახით მაგრამ აქვე შესაძლებელია პრაქტიკულად თქვა უფრო კიდევ რა მოხდა თვითონ გორის დილას ნუ პირველ რიგში რასაც არის ეს არის ხალხის სიყვარული რა აი ამას ვერანაირი ფული ვერანაირი ტიტული ვერაფერი ვერ შეიძლება ის ხალხის სიყვარული მე რაც აქ მოიპოვე ეს იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე თანგაყოლები და იქნება ყოველთვის ამის უნდობნიერება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ტიტული რა თქმა უნდა უკვე როგორც პიროვნება როგორც კარიერულად უფრო მეტი განვითარება და 18 კილო მოვიმატე გორში ერთის მაინტერესებს უჩა შეიძლება მაინტერესებს როგორც შეულებრივება ერთ წარმატებულ ფნელს ის რეფორმები რაც ტარდება საქართველოს ჩემპიონატში ამ შემთხვევაში ახალი სისტემით ტარდება ახალი ჩემპიონატი არის გარკვეული ცვლილებები გუნდების რაოდენობით გაზაფხულის შემოდგომაში როგორ ვფიქრობთ დადებისკენ წაიყვანს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვების დონეს თუ აი ან შესაძლებელია იქნება ერთი ადგილის უჭერდოთ არა თქვენი მოსაზრებით და ვერ წავიდეთ წინ არა პირიქით მე ვფიქრობ რომ იდეალური სისტემა არის შემუშავებული დღესდღეობით საქართველოს და ქართული მონაცემებიდან გამომდინარე რა სიტუაციაც გვაქვს და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად იქნება განვითარების კუთხით უფრო კარგი ეს სისტემა რომელიც შემოსწავლეს plus ამას ემატება ის რომ სახელმწიფო უკვე თანაბრად ეხმარება ყველა კლუბს და ეს უკვე იდეალური ვარიანტია რომ ფაქტიურად გუნდი არ იქნება რომელსაც კლუბი არ იქნება და ფინანსური პრობლემები არ შეექმნება კლუბს სეზონის განმავლობაში ეს კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი თუმცა ეს ვისურვებთ იმას რომ უკეთესი სათამაშო გარემო ყოფილიყოს ყველა სხვა ქალაქში რეალურად 4 ქალაქია სადაც ფეხბურთის სრულფასოვანი ჩატარება ყველაზე ახალგაზრდა არამატო საქართველოში მე როგორც ვიცი თემი ევროპის მასზე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა გახადა თავის ჩემპიონატში მოიგო ჩემპიონატი და ასევე მეორე წელს მიაყოლა ბრინჯაოს მედალი აგვაღებინა გორელის ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი თავარი მწვრთნელის ხელში დაუკარით ევროპა ლიგის და ასევე ჩემპიონთა ლიგის თამაშები ქალაგორში ერთად ჩავატარეთ და მე მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ძალიან გახარებული ვარ რომ ამ ებრაელი ინვესტორები რომლებიც კლუბში შემოვიდნენ და წარმატებისკენ არიან სწრაფულები მადლობა გადაუხადეთ მთავარ და მოიხსენიეს როგორც მეგობარი ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყველას ერთი მიზანი ჰქონდა რომ კლუბი იყოს წარმატებული და მე უჩა ახალგაზრდა ბიჭია ისტორიული ფაქტი დადო ქალაგორში ეს არის ფაქტი და მე მინდა რომ წარმატებები უსურო თავარი მწვრთნელის რანგში სხვა კლუბში და მე მჯერა რომ არაერთხელ ასახელებს იმ კლუბს სადაც ეს იმუშავებს უფრო გამეხარდება რომ გორის დილა და უჩავ ერთად გააგრძელო იმუშავა რომ სხვა განხრით იქნება როგორც იქნება და თავის ერთად დავიწყე და ერთად რომ წარმატებულად იყოს ისევ ჩვენი კლუბი აი ეს მინდა და მე თქვა და მადლობა მინდა გადავუხადო რა და ყველა იმ ადამიანს ვინც ის 2 წელი ჩვენ კლუბს ვედექით და ეხლაც რა თქმა უნდა ვერზე დავუდგებით იმიტომ რომ ყველაფერი ჩავდეთ ამ კლუბში და წარმატებები მინდა ეხლა უსულო როგორც უჩას ისე ამ ჩვენ ებრაელ ინვესტორებს თელი ქალაქი უნდა ვერზე დავუდგეთ მე ის განცდა არ დამოიწყდება საქართველოს ჩემპიონატი აი არაფრად არ მიღვის არაერთი ოჯახს რო შექმნიდა შვილი რო გეყოლება და მე ეს აი არაფრად არ მიღვის აი ხელა სიხარული იყო და ყველას გისურვებთ ამ განცდას რაც მე გიადდა და თქვენთან ერთად ვნახე წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ და მადლობა უჩა უჩამ დაამტკიცა რომ ნებისმიერ ასაკში
პროფესიონალიზმი ახსავსი ადამიანს. მიუხედავად ყველა სირთულისა, მიზნის მიღწევა შეუძლია. ინვესტორები უცხადებენ დიდ მადლობას, პირადად უჩას უცხადებენ პიროვნულად დიდ ნდობას. კიდევ ერთხელ ძალიან გული ვთქვივა, რომ ამ ჩვენ რეფორმებს ეს ჩვენი რეფორმები უჩასაც შეეხო და კიდევ ხაზგასმით გვინდა აღნიშნოთ და დავაფიქსიროთ, რომ დიდად მადლობლები ვართ უჩასი, რომ დადგა ყველაფერზე, მაღლა ფეხბურთს აყენებს ყველაზე ვერდე წინ, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, როგორი რბილი გადასვლაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ადამიანისთვის პიროვნულად, რომელსაც ყველაზე დიდი წარმატებები აქვს გორის დილასთვის მოტანილი, რთული გადაწყვეტილება იქნებოდა მისაღები ამ პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგეთხოვთ უჩას ინვესტორების მხრიდან. წარმატებას ვუსურვებ და ეგ არ გვეკარება, რომ ჩვენთან ერთად თუ კლუბში ქართულ ასპარეზზე თუ სხვა ქვეყნის ასპარეზზე კიდევ ბევრჯერ ასახელებს საქართველოს. დიდი მადლობა.